მინდა თქვენ ახლა გაჩვენოთ გრავიურები. ეს არის მე-17 საუკუნის გრავიურა. აქ გამოსახულია მე-17 საუკუნის კონსტანტინოპოლი. ნახეთ, ახლა მე გავადიდებ ამას. შეხედეთ, რამდენი შპილებია შენობებზე. აქ ჯვარი არა, თუმცა მოსკოვში ამ მომენტში, მოსკოვიაში ჯვრები კიდია. აქანე მამლები კიდია. არ ვიცი აქ ჩანა თუ არა. ადრე მამალს ცემდნენ მაგარ თაყვანს. ზოგ ადგილებში არ კიდია ესა, არა, დამონტაჟებული მამლები მხოლოდ შპილებია. მაგრამ ზოგ ადგილებში მამლებია აგერ. მე ამას ასე ამ გრავიურებს იმიტომ გაჩვენეთ, რომ გაჩვენოთ წარმოდგენა გქონდეთ თუ როგორ გამოიყურებოდა ტარტარიის ქალაქები სანამ მას დაანგრევდნენ. ესეთ კონსტანტინოპოლის გრავიურა. დახედეთ აქ ჯვარი კი არ კიდია, არც მამალია, ეს რაღაც სიმბოლოა. შუაში რუნას გავს უფრო. ესეთ კონსტანტინოპოლია. მე ხა ავწევ ცოტა ზევით აგერა შენობები. აქ კიდევ შპილები. ახლა მას მე შევამოკლებ. უბრალოდ სურათს მის მასშტაბში ჩავაყენებ. აი ეს არის მე-17 საუკუნის კონსტანტინოპოლი. აი ეს არის მე-17 საუკუნის მოსკოვი. აქ უკვე შპილები კი არა, ჯვრებია დაყენებული და ასეთი ტაძრები ბევრია მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოშიც მოინახება ასეთი ძველი ტაძრები. მაგალითად, ფოთის ტაძარი მე მგონი არ არის ახალი აშენებული. მე ამაში დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ასეთი ტაძრები შენდებოდა ტატარიის დროს. აქანე ჯვრები აქვენ უკვე დაკიდებული, ნახეთ. კრემლზე ვარსკვლავია დაკიდებული. ეს არის ბელორუსიის ერთ-ერთი ქალაქი. აქაც ჯვრებია შპილების მაგივრად. ტარტარიის განადგურება თანდათანობით ხდებოდა, ამიტომ არ გაგიკვირდეთ თუ სადმე ეს იყო მე-18 საუკუნია. თანდათანობით ნადგურდებოდა ტარტარია. უცებ არ მოხდა ტარტარიის განადგურება. მე მაინც განახედე ეს ძველი გრავიურა. ესეც ცარიელი არ ხედავთ? ცარიელია ქუჩები. ადამიანები და ცხოველები არ ხატია აქა. საერთოდ მაშინდელი მხატვრები იმას ხატავდნენ, რასაც ხედავდნენ. ნახეთ, რა მჭიდროთა შენობები ერთმანეთთან დაკავშირებული. ნახეთ, აი ეს გუმბათები აგროვებდა ეფირის ატმოსფერულ ენერგიას. ეფირულ ენერგიას. და შენობები ახლოს იმიტომ შენდებოდა, რომ ეს შენობებიც იმუხდებოდა. ახლა მე მინდა თქვენ განახოთ მინსკი. ეს ფოტო გადაღებულია 50 წლებში და აქ წარწერა ქვევით აქა, რომ თითქოს ეს ააშენა ლენინგრადებმა არქიტექტორმა თითუთით განახებთ ახლა ბორის რუბანენკომ. არა და ტყუილია. ეს სახლები ამ არქიტექტურით შენდებოდა ტარტარიის დროს. საბჭოთა კავშირის დროს არავინ დახარჯავდა ამდენ ენერგიას, ამდენ სახსრებს ასეთი შენობების ასაშენებლად. შეხედეთ, შპილები. დავაკვირდეთ ერთი აქ ჯვრები დაუყენებიათ. არა, ჯვრები ხო მგონი ჯვრები დაუყენებიათ თუ არ ვწდები. არა, ჯვრები არა, თუ მეჩვენება. ხო რაღაც დაყენებულია. აქ ადრე იყო შპილები ტარტარიის დროს. იყო ადრე შპილები და ეს შპილები ამაზე ეკიდა ყველგან. ანუ ეს შენობა, ნახეთ როგორი შენობაა. ეს შენობა აგროვებდა ენერგიას, ატმოსფეროდან ეფირულ ენერგიას და ანაწილებდა. ამის ქვეშ მე დარწმუნებული ვარ, არის ტუნელები, სარდაფები, სადაც ატმოსფერული ენერგია უერთდებოდა დედამიწის ენერგიას და
ნაწილდებოდა მიწისქვეშა წყლებზე და სახლებზე. Წამოიდგინეთ, აქ კიდევ მეორე შენობა, იგივე ისეთი შენობა. ახლა ამას დააკვეთით. სად იყო ან ტექნოლოგიები, ან რესურსი იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დროს ასეთი შენობები აშენებინათ. ეს არის ტარტარიის დროიდან შემორჩენილი შენობა. აგერ კიდევ მე-18 საუკუნის გრავიურა. ნახეთ შადრევანი, ამ შადრევანი ნასოსებით არ იკაჩება. თავისი წნევის ქვეშ ამოდის ზევით. ნახეთ რამ ხელაზეა შადრევანი, რამ ხელაზეა ამოსული. რა სიმაღლეზე. ეს კიდევ შემორჩენილი ტექნოლოგიაა ტარტარიის დროიდან. და განახოთ, არ ვიცი ოღონდ ეს ქალაქი ვის ეკუთვნის, უпроსტად რომელ იმპერიას ეკუთვნის, ვერ გავხსენი, ვერ შევედი იქ. ამიტომ უბრალოდ ფოტოს გაგიდიდებ, დახედეთ. აქ უკვე ეს მე-18 საუკუნის ფოტოა. ნახეთ, უკვე ჯვრები დაუკიდიათ. ეს არის აქ ეკიდა შპილები ჯვრების მაგივრად. აქ ეკიდა შპილები, დაყენებული იყო შპილები. აგერ განახეთ კიდე. აგერ ანახეთ. აქ იყო შპილი დაყენებული. ეს გუმბათები აგროვებენ ენერგიას, როგორც გითხარით, ატმოსფერულ ენერგიას და აქ ამ შენობების ქვეშ აუცილებლად იქნება სადაფები, სადაც მოპირკეთებული რაღაც მასალებისგან შემგროვებელი ენერგიის იქნება დამონტაჟებული, აგრეთვე შეიძლება შავი ქვა, შეიძლება სპეციალური მასალა, შეიძლება იქ იყო განლაგებული ფიალები, წყლის ცავსე ან ვერცხლის ცავსე, სპილენძის ფიალები, ან სხვაგვარი ტექნოლოგია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ტარტარიიდან შემორჩენილი შენობებია. ეს ფაქტია. გუმბათებს დახედეთ, ასეთ გუმბათებს კომუნისტების საბჭოთა კავშირის დროს ტარტარიის დანგრევის შემდეგ არცაც მსოფლიოში არ აუშენებიათ. ეს უკვე ის პერიოდია, ალბათ კატაკლიზმის შემდეგ. ნახეთ ცხენი ეკიპაჟი, ცხენიანი ეკიპაჟი უკვე ახალი შემოსული იყო. ეს არის პეტროპავლოვსკის ეკლესია. მაგრამ ეს რელიგიური დაწესებულება არ იყო ტარტარიის დროს. ეს ისედაც ჩანს შენობების მიხედვით, ფორმის მიხედვით, რომ ეს არის ტარტარიიდან შემორჩენილი შენობა, რომელიც შემდეგ გადასცენ მართლმადიდებლობას, რელიგიას, ქრისტიანულ რელიგიას, რელიგიურ წარმომადგენლებს და აქციენ ეკლესიად. ახლა ამას ქვია პეტროპავლოვსკაია ცერკვა, მაგრამ სინამდვილეში ეს ეკლესია არ იყო თავიდან. აქ ამ ჯვრის მაგალითად იყო შპილი. ეს რომლის საუკუნისაა? აუ, აქ არ ჩანს კარგად, ვერ ვკითხულობ. დააკვირდით კარგად. ისეთივე გუმბათები, ხო? აუყურეთ, აგერ კიდე პატარა შპილებისა და აქაც პატარა შპილებისა და ეს ყველაფერი არის ატმოსფერული ენერგიის შემგროვებელი, გადამცემი და ეს შემდეგ გადაიცემოდა აქ არ ვიცი ახლა აყენია თუ არა სპეციალური კოლოფები, არა მგონია. გადაიცემოდა შემდეგ ეს ენერგია გროვდებოდა და ნაწილდებოდა. ეს კი არის მაშინდელი სანქტ-პეტერბურგი, ოღონდ არ ვიცი რომელი საუკუნეა, აქ არ წერია. შეხედეთ, აქ უკვე ეტყობა ეს მე-18 საუკუნე, რატომ და უკვე ჯვრებია, ნახეთ ეს სვეტი, ეს სვეტი სინამდვილეში წარმოადგენს, აქ შპილი იქნებოდა ადრე, ენერგიის შემგროვებელს, რომელიც აქ ამის ქვეშ აუცილებლად იქნება სარდაფი საჭირო ტექნოლოგიით, ესეც ეს შპილი, აქ შპილი იქნებოდა და ეს გუმბათი ატმოსფეროდან ღებულობდა ეფირულ ენერგიას. წარმოგიდგენთ სიმონ გერინის ნახატებს, რომელიც დაიბადა 1929 წელს, მოხდა კი 2003 წელს. აი ეს არის ის პიროვნება. ხო, მან ეტყობა ეს გადმოხატა, ნახეთ აქ ჯვრებია, აქ შპილების მაგივრად უკვე. ეს მე-19 საუკუნე უნდა იყოს, რადგან ჯერ 2000 წელი არ იყო დამდგარ
თუ მეოცე არ მახსოვს ზუსტად რომელი საუკუნეა. შეხედეთ, ეს აქ ყველგან იყო შპილები და ესენი ეს გუმბათები ასრულებდნენ შემგროვებლების ატმოსფერული ენერგიის შემგროვების როლს. აგერ კიდევ ეს ლენინგრადია. ეს ნახატები, რასაც ახლა მე თქვენ გაჩვენებთ, ლენინგრადი. აქაც შეხედეთ, შპილი და შპილზე კიდევ წვრილი შპილი იყო და აქ ჯვარი დაუყენებიათ. იგივე ფუნქცია აქვს. ეს უკვე აგროვებს თავისკენ ენერგიას. ეს მედნსადნიკ, ლენინგრადში არის ასეთი სკულპტურა. სპილენძის ხედარი, მედნი სადნიკ. ესეც იგივე შემიძლია ამაზეც თქვა. ესეც დააკვირდით შენობას. ესეც ლენინგრადია, უბრალოდ სანქტ-პეტერბურგი, პიტერი, ანუ ეს არის მოსკოვის გრავიურა 18 საუკუნის. შეხედეთ, ეს ეგრეთ წოდებული ტაძარი ახლაც დგას. აქ უკვე ამ 18 საუკუნეში ჯვრებია დაყენებული. ადრე კი აქ იყო დაყენებული შპილები. აქ ნაჩვენებია 18 საუკუნისა მოსკოვი სანამ მოხდებოდა ხანძარი. დიდი ხანძარი მთელი სოფლიოს მასშტაბით. შეხედეთ, ყველგან ჯვრებია, შპილები მოუხსნიათ და უყენებიათ ჯვრები. აგე. იგივე ფუნქციას ასრულებდა ეს შენობები და ხანძრის დროს ყველაფერი დაიწვა. იცით რა, მე რომ ჩვენი საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ კოშკებს ვაკვირდები, იგივე სვანეთის, იგივე თუშეთის, ეს კიდევ ქვის კოშკი და ასე რომ აშენებდნენ, სავარაუდოდ ამასაც იყენებდნენ. მე ხა ამას ვერ დავაზუსტებ, რადგან აქ შპილები არაა და თანამედროვე გადახურვა აქვს ამას, მაგრამ არ გამიკვირდება თუ ასეთ კოშკებსაც რამე კავშირი აქვთ ატმოსფერულ ენერგიასთან. არ გამიკვირდება. მე უბრალოდ ჩემ ვარაუდს გამოვთქვა. ეს კი სოფელი სიღნაღი. დააკვირდით ამ შპილს. ეს არის ძველი ეს ჩამოგავს ძველ აშენებულს. მაგრამ აქ რასაკვირველია, ეკლესიაც არის ახალი აშენებული. ეს ხია მგონი, ხო, აი ეს ნახეთ, დააკვირდით, ჩამოგავს ძველ აშენებულს. ესეც მე სიღნაღის ფოტოები არასდროს გამიხსნია და ნახეთ რა ძველი კედლები, ძველთა ძველი კედლები, ამდენიმე საუკუნის წინანდელი კედლები. კოშკი ალბათ ძველი ნანგრევი ციხესიმაგრისა. დააკვირდით ამ ფოტოს, ეს არის ფოთის ტაძარი. ღვთისმშობლის სახელობის ახლა. მაგრამ მანამდე მას ჰქონდა სხვა დანიშნულება. ეს არის ტარტარის დროინდელი არქიტექტურა. აქ აუცილებლად იქნება სარდაფები. და აქ ჯვრის მაგივრად ადრე იქნებოდა შპილი. იგივე ფუნქციას ასრულებდა, რაზეც მე თქვენ გიყვებოდით. ესეც ფოთი, დააკვირდით ამ შენობას. ამ საათს. აქაც იყო ალბათ საათი ადრე. ადრე ხო სხვაგვარად მიდიოდა წელთაღრიცვა და სხვანაირი საათი ეკიდა. ადრე. არ ვიცი აქ იყო სიცარიელი თუ არა, გამოსებულია. აქანე ნახეთ, ადრე არასდროს დაკვირვებულ ვარ, რამდენჯერ ვარ ერთი პერიოდი ფოთში ცხოვრობდი. არასდროს დაკვირვებულ ვარ ამ არქიტექტურაზე. არასდროს მიმიქცევია ყურადღება. შეხედეთ, ეს ადგილი რატომა აქ ეკიდა შპილი ალბათ და ეს შპილი მოხსნილია ან კიდევ სხვა დანადგარი. შენობა უძველესი. საერთოდ ყურადღება არ მიმიქცევია. დახედეთ, უძველესი შენობა. ესეთ ფოთი. დააკვირდით, ამდაგვარი ბათუმშიცაა. მე თქვენ რო განახეთ ფოტო გახსოვთ? ეს არ არის საბჭოთა კავშირის დროს აშენებული, არც
მანამდე ეს არის ტარტარიის ტექნოლოგიიდან შემორჩენილი. მაგრამ ამას ახლა ვინ გამოიკვლეს? ესეთ ფოთი. ეს მინდა გაჩვენოთ, რა. აქ შპილი დარჩენილია. აქ შპილი დარჩენილია. ეს შენობაც ძველი აშენებულია. გონი, ნახეთ? ნახეთ? შპილი დარჩენილია. მაგრამ ამ შენობის ასაკზე ვერაფერს გეტყვით. არ ვარ დარწმუნებული.